მოგესალმებით, არასამთავრობო ორგანიზაცია პოზიცია გურამ ადამაშვილი. ჩვენი ორგანიზაცია აქტიურად თვალს ადევნებს ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს, კერძოდ NDI-სთან დაკავშირებით, როდესაც მათ ეგრეთ წოდებული გამოკვლევა ჩაატარეს მოსახლეობაში და დადეს რაღაც გარკვეული შედეგები, რაღაც პროცენტებთან დაკავშირებით. ჩვენ შესაბამისად გვაინტერესებდა მოსახლეობის მოსაზრება, რამდენად ენდობა NDI-ის კვლევებს თვითონ ქართული მოსახლეობა. ამიტომ არასამთავრობო ორგანიზაცია პოზიციამ, რა თქმა უნდა, მათი კვლევების გამოქვეყნების შემდეგ დაანონსა, რომ იგი აუცილებლად ჩაატარებდა მოსახლეობაში გარკვეულ გამოკითხვებს, რამდენად ენდობა NDI-ის კვლევებს მოსახლეობა. შესაბამისად, ჩვენ გავაკეთეთ გამოკითხვა სამი მიმართულებით. ერთი ეს არის ვიდეო გამოკითხვა, რომელიც თვითონ არასამთავრობო ორგანიზაცია პოზიციის წარმომადგენლებმა გამოიკვლიეს ქუჩაში მოსახლეობის შედეგები. მეორე არის სატელეფონო ზარები, სადაც ჩვენი წევრები რეკავდნენ სხვადასხვა მოქალაქეებთან და მიმართავდნენ შემდეგი შეკითხვით ენდობით თუ არა ზოგადად NDI-ის გამოკვლევას. და მესამე მიმართულება ეს იყო თვითონ ცოცხალი ეგრეთ წოდებული ანკეტა, სადაც არასამთავრობო ორგანიზაცია პოზიციის ახალგაზრდული ფრთის წევრები დადიოდნენ ესე ქუჩაში და აწარმოებდნენ გარკვეულ გამოკითხვას. ჩვენი შედეგებიდან გამომდინარე გამოვიკითხეთ სულ საერთო ჯამში 325 ადამიანი. აქედან რა თქმა უნდა არის პროცენტული დაყოფა, ანუ 27 ადამიანი ჩაიწერა ვიდეო გამოკითხვით და აქვე მინდა აღვნიშნო, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია პოზიციამ ეს დაკვეთა მიცა საინფორმაციო სააგენტო TV-ის და TV-ის მეშვეობით მოხდა ამ ყველაფრის გამოკითხვა. ასევე დაახლოებით 200 ადამიანის გამოკითხვა მოხდა სატელეფონო საშუალებით, ხოლო 98 ადამიანის გამოკითხვა მოხდა აი ამ ეგრეთ წოდებული ანკეტების შევსებით. ჩვენი კვლევების მიხედვით აღმოჩნდა შემდეგი შედეგი, რომ მოსახლეობა, რომელსაც ინტენსიურად აწვდის NDI თავის გამოკითხვის ვერსიებს, მოსახლეობის უმეტესობა არ ენდობა NDI-ის გამოკითხვებს, რაც დადასტურდა ჩვენი კვლევების მიხედვით და მე გეტყვით პროცენტული მაჩვენებელი როგორ წარმოისახება. ამ დაახლოებით 32 ადამიანი, ანუ 325 ადამიანიდან 25 ადამიანი, ეს არის დაახლოებით 10%, თავს იკავებდა აღნიშნულ კითხვისგან და მათ საერთოდ ან არ იცოდნენ NDI-ის შესახებ, ან თავს არ იდებდნენ აღნიშნულ კითხვაზე პასუხს. დანარჩენი 25%, ანუ 82 ადამიანი NDI-ის ენდობა და მათ გამოკითხვას ენდობა, ხოლო უმეტესი ნაწილი, ეს არის 65%, დაახლოებით აქ ციფრობრივად არის 212 ადამიანი არ ენდობოდა NDI-ის გამოკვლევებს და ჩვენ როდესაც ვსვავდით კითხვას თუ რატომ არ ენდობით NDI-ის გამოკითხვებს, მათი მთავარი არგუმენტი, ანუ მოსახლეობა უკვე გათვითცნობიერებულია, მინდა გითხრათ და მათი წარსულიდან გამომდინარე, წარსული შედეგებიდან გამომდინარე აკეთებდა ანალიზს და მაგალითად მოყავდათ 2012 წელი, როდესაც მათ დაანონსეს გარკვეული წინასაარჩევნო გამოკითხვა, სადაც ძალიან დაბალი მაჩვენებელი ჰქონდა დღევანდელ უკვე მმართველ პარტიას და მაღალი პროცენტული მაჩვენებელი ჰქონდა დღეს უკვე ეგრეთ წოდებულ ოპოზიციას, ან ნაციონალურ მოძრაობას გულისხმობ. შედეგები იყო აბსოლუტურად რადიკალურად განსხვავებული მაშინ, რადგან გაიმარჯვა მაშინ დღევანდელმა უკვე მმართველმა პარტიამ, ანუ ქართულმა ოცნებამ, რაც სხვანაირად დაანონსა და გამოიკვლია NDI. ამიტომ შესაბამისად მოსახლეობის რეაქცია ზუსტად ეს წარსული არავის არ ავიწყდება, დაახლოებით ესეთი მიდგომა იყო და ანუ მათი ძირითადი დამოკიდებულება იყო ის, რომ NDI მუშაობს კონკრეტული პარტიის დაკვეთაზე და ეს კონკრეტული პარტია არის ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. ისინი ანუ რაღაც გარკვეულ თანხებს ხარჯავენ იმისთვის, რომ
მოსახლეობას თვალი აუხილონ თითქოს და ლიდერობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და საზოგადოებას სურს რომ დაბრუნდეს მართლ პარტიად ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, თუმცა შედეგები სამწუხაროდ არის აბსოლუტურად სხვანაირი, რადგან ჩვენი გამოკითხვის შესაბამისადაც დადასტურდა რომ NDI ემსახურება ერთიან ნაციონალურ მოძრაობას და მე ასევე შემიძლია თუ ვინმეს რაღაც გარკვეული ეჭვი ეპარება, შეიძლება არსებობდნენ ნაციონალური მოძრაობის მომხრეები ან თვითონ კონკრეტულად NDI-ის წარმომადგენლებიც, რომლებსაც ჩემი ბრიფინგის ან განცხადების შინაარსში რაღაც გარკვეული ეჭვი შეიძლება შეეპაროთ, ამიტომ მე მიმართავ მათ, რომ სიამოვნებით მათთან ერთად გავალ ნებისმიერ დროს ქუჩაში და გამოვიკითხავ ნებისმიერი ფორმით მათთან ერთად მოსახლეობას, რამდენად ენდობა თუ არა NDI-ის დღევანდელი მოსახლეობა. შედეგები რეალურად რაც იქნება, ანუ ის იქნება რეალური შედეგი. ამიტომ ჩვენ საზოგადოებას მინდა მივმართო, რომ შედეგები, რომელიც NDI-მ დადო, ასევე ეთანხმება არასამთავრობო ორგანიზაცია პოზიცია და მე პირადად, როგორც მისი ხელმძღვანელი, მიმაჩნია, რომ ეს კვლევები აწარმოებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ინტერესების გატარებას, ამიტომ მოსახლეობა არ უნდა შევიდეს შეცდომაში, რა თქმა უნდა, და მათი მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს ობიექტურობა, რეალურად რას ფიქრობს მოსახლეობა, თუნდაც ოპოზიციაზე, თუნდაც მართლ პარტიაზე, თუნდაც იმ ძალებზე, რომლებიც არიან რაღაც გარკვეული ბარიერების ზევით. ამიტომ მოსახლეობამ არჩევნების დროს უნდა გააკეთოს, რა თქმა უნდა, სწორი არჩევანი და ეს სწორი არჩევანი იქნება ის გადაწყვეტილება, რომელიც თავად ენდობა ნებისმიერ პარტიას, მათ შორის პოზიციას თუ ოპოზიციას, მაგრამ ის კვლევები, რა კვლევებსაც NDI ატარებს და მოსახლეობას გარკვეულ თავგზას უბნევს, ეს არის გარკვეული პოლიტიკური დაკვეთა, რაც კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რაც აჩვენა ჩვენმა კვლევის შედეგებმა და მე მინდა მოვუწოდო საზოგადოებას, რომ აი ამ კვლევების შედეგად, რაც NDI-მ გამოაცხადა პროცენტული მაჩვენებლები, არ მინდა რომ შეცდომაში შევიდეს. ჩვენ სპეციალურად გამოვიკითხეთ ის ადამიანები, რომლებიც საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით უფლებამოსილები არიან, რომ არჩევნების დროს მიცენ ამა თუ იმ პარტიას ხმა. სრულწლოვნები.